იანვარში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დასაშვებ ზღვარს გადასდა და ნათელი გახდა, რომ მართლ პარტიაში შიდა დაპირისპირებაა. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ოცნების ახალგაზრდული ფრთა, კობახიძე, ზარდიაშვილი და სხვები ცდილობენ ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები, რომლებთანაც ბოლო წლების მთავარი უსამართლობები ასოცირდება უვადო მოსამართლეებად დანიშნონ. რატომ წავიდა ოცნება ხალხის წინააღმდეგ? ოცნება, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დაპირების მოთხოვნით. ბოლო თვის და კვირის მთავარ მოვლენებზე ნიუპოსტთან საუბრობს ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით. მოკლედ, ოცნებამ ხალხს ესროლა ხელთათმანი, ხო? წითელი ზღვარებიც ხაზებიც გადალახა. რატომ იქცევა ოცნება ასე? მე ესე ვიტყოდი, ახლა მთლიანად ოცნება არა, იმიტომ რომ გარკვეული ნაწილი დიდი დეპუტატების მე ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ ხის პოზიციაზე დგას ამ მოსამართლეებთან მიმართებაში და არ უჭერენ მხარს და ეს გახდა მიზეზი ზუსტად ესე რომ ვთქვათ იმ გაჯანჯulis, გაწელვის, ამათი დანიშვნის და პროცედურებზე საუბრის მე ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა გუნდი თulis, რომ პრინციპში ანუ ახალგაზრდა გუნდი კობახიძე, ზარდიაშვილი, კიდევ ვინ შეიძლება ჩავთავოთ ახალგაზრდა ვინც არიან დინარაძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, რა ვიცი, სოფოკივაძე და რა ინტერესი აქვთ ამ ადამიანებს? ესენი ხო პრაქტიკულად გამოჩნდნენ, კითხვას დავსვავ ხო მოდი. ჯგუფად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც გარკვეულ რაღაც ლობირებას უწევენ, გარკვეულ საკითხებს, ესე დაკავშირებული რაღაც ექსკლუზივის აღებობა. და რო ვიაროთ და ბესელია პრინციპში და ეს მეორე მხარე უპირისპირდებოდა ეს იურისტების ბრძოლას შეიძლება დავარქვათ ახლა ჩუგოშვილი, ბესელია ამათ გაცილებით მეტი დემოკრატიის ხარისხის შემოტანა უნდათ ქვეყანაში და მეაჩნიათ, რომ მათთვის საკმაოდ პრინციპულია მოსამართლეების საკითხი. მაგრამ ლობირება ზოგადად არ ხდება აი ესე ჰაერზე, ხო? რაღაცა ინტერესი უნდა ქონდეს ლობირებას. ანუ ამ ახალგაზრდულ ჯგუფს რაღაცა ინტერესი აქვს. ნათლი მირონული კავშირები, მეგობრული, ჯგუფური, ერთად სწავლობდნენ. კონკრეტულად ვისთან? ჩინჩალაძესთან? ჩინჩალაძესთან, ჩინჩალაძის მეშვეობით ალბათ მე შემდეგ მურუსიძესთან, მიქაუტაძესთან და რა ვიცი, ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ ჩაერთო მე მოსამართლეთა კორპუსი პოლიტიკურ დებატებში, ესე რომ ვთქვათ, რა გაიხადეს მანტიები და ისე თავიზოზე ქართული ოცნება კარგი იქნებოდა თუ ამათ მანტიებს გახდიდა ზოგადად და სახში გაუშვებდა. ხო, ეს დაპირება ქონდა ქართულ ოცნებას. თუ ციხეში არა, თუნდაც სახში გაუშვებდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ეს ადამიანები წარმოადგენენ სასამართლო ელიტას და ცდილობენ მაქსიმალურად კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. მე ვფიქრობ, ეს ისეთი ნაბიჯია, რომელსაც ნებისმიერი საღათ მოაზროვნე პოლიტიკოსი უნდა დაუპირისპირდეს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჯერ პირველ რიგში ისევ პიროვნებებზეა დამოკიდებული და არა რაღაც სისტემებზე და არა რაღაც კანონებზე. ხო, მაგრამ სისტემებს ხო პიროვნებები ქმნიან. ხო და არა, ზუსტად მაგას ვიძახი, რომ აქ არა პიროვნებები, არამედ დაიწერა კანონი და რაღაც გარკვეული ესე რომ ვთქვათ სისტემა ყალიბდება კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით. ეხლა სასამართლო სისტემას და ვთქვათ ზოგადად იურისპრუდენციას ყავს ისეთი ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც სახელიც მაგალითად სამართლიანობასთან არის ასახული. მაგალითად ну თუნდაც მინდია უგრეხელიძე რო ვთქვათ, ხო, ისეთი გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ვთქვათ, იგივე სასამართლო სისტემას აძლევდნენ გარკვეულ კრიტიკულ შეფასებას, ხო? ეს ადამიანები, ვინც დღეს გვევლინებიან, მათ არც სააკაშვილის დროს გაუკრიტიკებიათ სასამართლო სისტემა. მათ არაფერი არ გაუკრიტიკებიათ, რომ გულწრფელები ვიყოთ და ახლა აღიაროთ, არავინ არ იცოდა მათი არსებობა 2016 წლამდე. ყრუ, მორჩილი შემსრულებლები, ესე რომ ვთქვათ, ხალხის ხმა არ ესმოდათ. არასოდეს არც ოპოზიციური სპექტრის, ესმოდათ მხოლოდ თავიანთი უფროსის, ადეიშვილის, ისიც ალბათ ის ბედნიერებაც არ ქონდათ, რომ პირადად მოესმინათ მისი ხმა, ალბათ რაღაც ზოგადად შუამავლებით და მე ვფიქრობ, მიჩვეულები არიან კარგ მსახურებას, მაშინაც ეთყობა კარგად უფასდებოდათ და დღესაც ხო და აი ეს არის საინტერესო, აი ეს ადეიშვილის მოსამართლეები, როგორ გადმოიბარა კობახიძე ზარდიაშვილმა, ზარდიაშვილის საშუალებით? ალბათ ხო, იქ ეს ხო ადაპორტირებულები ხარ, რომელია მათში ისეთი, რომელსაც ახლა ნაცმოძრაობის დროს რაღაცა ერთადერთი ვინც იბრძოდა ნაცმოძრაობის დროს ეს არის ამ იურისტებიდან ეკაბესელია, გედი ფოფხაძე და ეს ჯგუფი, ხო? და შესაძლოა რომელზეც თავდასხმა ხდება დღეს პრინციპში. და გამოდის, რომ ისევ როგორც მაშინ ებრძოდნენ ამ მოსამართლეებს და ამათ მიერ ჩადენილ უსამართლობას, დღესაც იგივე უწევთ რა და მე ვფიქრობ, საზოგადოება ამას საკმაოდ
ჯანმრთელად აფასებს და ხვდება, რომ დღეს ხალხის ძალა და ხალხის სიმართლე არის უბრალოდ ამ ჯგუფის მხარეს, რომელიც ებრძვის ამ მოსამართლეებს და ისეთი სამართალი როგორი უნდა იყოს ქვეყანაში, რომელსაც ნდობა თავიდანვე არ აქვს. ხო, არა თუ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მომავალში ამათ ნაცხოვრებს არ აქვს უკვე ნდობა და ეს უკვე საზოგადოებაში იწვევს აღშფოთების იმას. ჩვენ შევხვდით ადვოკატებს, შევხვდით არასამთავრობოებს, მე ვერ ვნახევ მეცნიერებს და ვერ ვნახევ ერთ ერთი სფერო, სადაც ამ ადამიანებს აქვთ ხარდაჭერა. ერთადერთი ხარდაჭერა აქვთ ქართული ოცნების რაღაც გარკვეულ მმართველ ძალაში, რომელსაც გონია, რომ პარლამენტზე ზეწოლით ზემოქმედებით მოახდენს ამათ გატანას. აი აქ ჩნდება კითხვა. თუნდაც ის ნაწილი ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, რომ გაიყვანოს ადეიშვილის მოსამართლეები უვადოთ, ხო? რატო უპირისპირდება საზოგადოებას და ამომრჩეველს? ოცნების თავარი დაპირება ხო იყო 2012-ში, 2016-ში სამართლიანობის აღდგენა. არ ქონია მცდელობა ქვეყნის უზურპაციის, რა ესე მუდმივად ჩაგდების ხელში. ამ ახალგაზრდებმა ყველა საჯარო ზუსტად გამსახურდია ეს კომკავშირელები არიან, ნეოკომკავშირელები არიან. ნუ ახლა კომკავშირელებიც ალბათ ამათთან უფრო ამაღლებულები არიან. ესე რა კომკავშირის კანდიდატები არიან, რაღაც გამორჩეულად უკვე თორე კომკავშირელებიც რო იყვნენ ალბათ უკვე რაღაცა ცოტა მეტ ანგარის გაუწევდნენ, მაგრამ ამათ რაღაცის მისწრაფება უნდა, აი რო ამტკიცებდნენ, ხო, ახლა ძალიან ბევრი არის მათში იმას მაგონებს რა, პავკა მაროზოვებს, ხათაშორის რა, ისიც ესეთი იყო. მამას დავიჭერ, დედას დავიჭერ, ხო იცით, აი ვაფიცებ. ვინ გაგონებს? აი ყველაზე მეტ. მე გეტყვით, ვინც მაგონებს? მე მაგონებს რა, მან განცხადებებიც კი აქვს, ზოგადად დაკავშირებული ამ თემასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას ხარს უჭერენ საკუთარი მამის წინააღმდეგ ეხლა და ეს ერთი ჯგუფის წევრები არიან რა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს პრინციპი რა, მაგათი პოლიტიკური მამები ვინც იყო, დღეს ხო იძახიან, რომ ისინი დასაჭერები არიან და რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა პოლიტიკური მამა იქნება თუ ისე მამა იქნება, გენეტიკური ესენი განსხვავებას ვერ ნახულობ. და აი ამ ბრძოლაში ისე გამოვიდა, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი დადგა ამ პავლიკ მოროზოვების მხარეს. მათ დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ თვითონ მართლები არიან. ზოგადად ეხლა როცა პირველ პირს პავლიკა მაროზოვები უფრო აწყობს, ხო? ვიდრე ის ადამიანები, ვინც წინააღმდეგობას უწევენ ახლა. იქიდან გამომდინარე, ახლა მე არ ვიცი, დროთა განმავლობაში გამოჩნდება ალბათ ივანიშვილის რიტორიკა, ახლა და მისი განწყობა აისახება ამათ რიტორიკაში რა, როდესაც ესენი უკვე რაღაც სხვადასხვა იმეებზე ალაპარაკდნენ, არ არის მოძალება, ესე რო ვთქვათ და ხისტი მეთოდი რა შემოვიტანთ, გინდა თუ არა არ არის. უკვე არის მსჯელობა, თუმცა რამდენად ესენი ობიექტურად ჩაატარებენ და რამდენად სანდო იქნება ამათი კომისიები, ხო და ის სამუშაო ჯგუფები, ნუ პარადოქსია, ხო, ეკაბესელიამ შექმნა და არ ეძახიან, ხო, უკვე აქედან ჩანს დამოკიდებულება. არის ის პარადოქსია, რომ ბესელია კაბინეტიდან ისე გამოიყვანეს, აქ როცა არ იყო რა, ანუ რაღაცები არ გინახავს. სპორტსმენების ფლიგელში დასვეს რა, იურისტების ფლიგელშიც ვერ მოუძებნეს ადგილი და მე ვფიქრობ, ნუ ეს ამათ პატარაობას და ამათ არარაობაზე მეტყველებს, რა სიმართლე გითხრათ ეხლა. ჯერ როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი ხანი ტაშს უკრავდე, ეძახდე რომ თურმე ეს ჩვენი ქართული ოცნების სამართლიანობის ბურჯი და ამაზე გადავიდა მთელი სამართლიანობის აღდგენა და სხვათა შორის ქალბატონმა ძალიან ბევრი სიბინძურე ქართული ოცნების თვითონ შეიხოცა იურიდიული თვალსაზრისით რა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ეხა იქ იყო რაღაცები რო გვესმის ჩვენ სხვადასხვა სიებში ჩაწერილი ხალხი რა, ეკაბესელია წერდა ამ სიას პოლიტპატიმრთა სიებს პოლიტპატიმრებზე თუ რაც არის რა, რასაც აყვედრიან ხოლმე ზოგადად რა, ქალბატონები. რატო არ ამბობს ბესელია მაშინ? გახსნას კარტები. მოვა და ყველაფერს იტყვის ალბათ ეს ადამიანი, ვინ კონკრეტული ადამიანის უკან ვინ იდგა, ხო? უბრალოდ სია ესე დგებოდა, მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკა იყო და ამიტომ მაქიდან მიდიოდა და ზოგადად ქუჩაშიც ადამიანების უფლებების დასაცავად მთელი ამ 10 წლის განმავლობაში თუ 8 წლის განმავლობაში, რომელიც იყო ნაცმოძრაობა და ჩადიოდა ამ სისასტიკეს, ეკაბესელია ედგა ქუჩაში. თუმცა იმ პარლამენტში, ანუ 2012 წლის პარლამენტში არ იყო არც ზარდიაშვილი, არც კობახიძე, არც ის გოგო, რომელიც მაშინ პოლიციის აკადემიის რექტორი იყო, რა გვარის უმავიწყდება ამის კილაძის, ხო? ანუ ხო ვერ ვიტყვით რომ ესენი ლობირებდნენ რაღაცა უსამართლობებს მაშინაც. არა, მე ზოგადად ვიზახი რომ ქართულ ოცნებას, როდესაც რაღაცა შეცდომები აქვს დაშვებული, თუნდაც და დღეს პრეტენზიას რო უყენებენ, თუნდაც იმ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში და რაღაცაში და თუ ვიღაცა რაღაცა არასწორად არის, ეს გუნდური გადაწყვეტილება იყო მაშინ. ერთიანად. მაშინ რესპუბლიკელებიც იქ იყვნენ, ფორუმიც იქ იყო,
ნუ თავისუფალი დემოკრატების და სულ ყველა იქ იყო და სოციალ-დემოკრატების და ყველას ალბათ თავისი პარტიელები ყავდა იმ ანუ ბესელი განტევების ვაცია დღეს მე ვფიქრობ, როდესაც შეტევა მიდის, ეხლა და თუნდაც ამ უადო მოსამართლეებს ახლა ძალიან გაუგებარია ყოფილი რესპუბლიკელების განცხადებები და ამ ქვეყანაში უადო მოსამართლეების ლობირება ზუსტად ეგენი აღწევდნენ იმ წინა პარლამენტში და ეგენი იყვნენ ინიციატორები მაგისი რა და დღეს უკვე რო აღარ მოწონთ მე მიკვირს საერთოდ და ეს ხალხი იმ 2012-2016 წლებში ალბათ ყველაზე მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდნენ და ერთი აი ამ თელ ამ აბრაკადაბრაში ოცნების აბრაკადაბრაში ერთი რამე არის საინტერესო რატო არ ითვალისწინებთ ანუ წინა ხელისუფლებას ოპოზიცია მაშინდელი ქართული ოცნებას გულისხმობ ხო ბრალს იმაში უყენებდა რომ ხალხის არ ესმის ხალხის ხმა ხო ანუ შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლება ლოგიკით ოცნება უნდა გაიგოს ხალხის ხო რატო არ ესმის წეღანაც ვიკითხე ეს ანუ ხალხი ცალკე არის მდინარის ერთ ნაპირას არის და ხელისუფლება მეორე ნაპირას ხიდი ჩატყდა საკმაოდ დიდი დაშორება აი დელტაც კი ფართოვდება რა მდინარის ისე შორდებიან ერთმანეთს რომ თუ აქამდე ყვირილით მაინც შეიძლებოდა ხმა მიეწნა ეხლა მე მგონი საერთოდ დაყრუდა ქართული ოცნების ხელისუფლება საერთოდ აღარ ესმის ხალხის თუნდაც იმ დაპირებების შედეგად რომ ხალხში უნდა გასულიყო რომელი ერთი გინახიათ ხალხში გასული და რომელ ერთს აქ ხალხის აზრი აქ მოდელი და ჩაგხუტებოდნენ მაგრამ არავინ არ ჩაგხუტებია ყოველ შემთხვევაში შენთან არ მოსულა საახალწლოდ დაკვეთა ამ მოსამართლეების ნამდვილად არ იყო ხალხის ძახილი რა და ხალხი არ თხოვულოდა და ეხლა აქ რო გვიხატავენ თურმე რომ 10 მოსამართლეა და თურმე ვერ ასრულებენ მე ვფიქრობ ესეთი მოსამართლეები საერთოდ თუ არ იქნებიან ჯობია უკეთესია იგივე იმ ხალხისთვის რა ვიდრე დაელოდონ სამართალს ნაკლებად ვიდრე ამათი უსამართლობა 5 წუთში გაიგონ და 5 დღეში არა ხალხმა ისეც ამ მოსამართლეების მაგალითად ჩინჩალაძის ნუ ეს ეხა როგორი რაღაცა არის ეს უკვე კლანია რა მოდით ესე რომ ვთქვათ რა ცუდი სიტყვაა ხო მაგრამ ზუსტად აბსოლუტურად რომ მიესადაგება ამ გაერთიანებას რა ეს არის კლანი მოსამართლეები კი ნუ თავის მოსამართლეებიან თავის აქ ლობისტებიანად რა ეს ზუსტად ის კატეგორია რომელსაც ხალხის არ ესმის ვერც გაიგებს ვერასოდეს იმიტომ რომ ამათ საკუთარი შიდა ხმის არ ესმის აი სინდისის ხმას რო ეძახიან ის არ ესმის და ხალხი ყოველთვის თხოვულობს პოლიტიკოსებისაგან ზუსტად იმ ხმამ ამოქმედოთ ისე როგორც ხალხი თხოვულობს ხო იმიტომ რომ შიდა ძახილი თუ არა გაქვს შენ და ის თუ არ ემთხოვა ხალხის გამოძახილს შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ ხალხისას რა და ამათ ის საკუთარი ეგო ყოველთვის უფრო ზემოთ აქვთ ვიდრე ხალხის ხმა რა და ხალხის გასაჭირო. როცა იყავით უმრავლესობაში, ანუ რეალურად აი დღეს მე მგონია რომ ეს გახდა თქვენი უმრავლესობიდან გარიცხვის საბაბი, რომ ხალხის ხმა მიქონდათ პარტიიდან უკაცრავად, რომ ხალხის ხმა მიქონდათ იქ სადაც უნდა მიგეტანათ. რეალურად ეს გახდა. ანუ არ სიამოვნებდათ, როდესაც იგებდნენ ხალხის ხმას. მე ვისმენ ბოლო პერიოდში ხაზარაძის გარშემო მაშინ მაგალითად პირველი იყავით თქვენ ერთ-ერთი რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობთ მაშინ პრემიერ-მინისტრ მაშინ კვირიკაშვილთან ზუსტად ხაზარაძის და ძმანიმისის გამო იყო რეალურად და ის ნაბიჯები რომელიც მაშინ იდგმებოდა და ყველაზე დიდი საბაბი ჩვენი დაპირისპირების იყო ზუსტად ბანკებთან მიმართებაში და მაშინ იცავდნენ ბანკებს იმიტომ რომ მიზეზი ის კი არ არის ფინანსური სისტემა. აი როგორც იკვეთება ხო ნელ-ნელა ჩვენ ხედავთ რა ეხა ხაზარაძე რო ხალხის ხმას არ მიყვება და ხალხის იდეას ეხა აქ რო უნდა წარმოაჩინო რომ თითქოს ეს თურმე ტანჯულია და რაც ამან ქვეყანა დატანჯა და ხალხი ქუჩაში დატოვა თავისი არაპროფილური საქმიანობით და თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებით ეხა გავიხსენოთ ბევრი ღამე კონსტანტა მარტო რადღირს და ელიტ ელექტრონიკსი რაღირს მე საერთოდ არ შემტკივა ამ ადამიანის მიმართ ხო თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ 10 წლის წინანდელი საქმის გამოძიება დაიწყო არა 20 წლის წინანდელის და 25-ის მოგვიწევს ჩვენ იმიტომ რომ ეს ქვეყანა გაძარცულია ეგეთი ადამიანების მიმართ და რა ვქნათ ვაპატიო ოცნებას ახლა გაახსენდა 7 წელი ახლის არ ვიცი რა მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ რა ზოგადად ოცნებას კარგია თუ რაღაცა გაახსენდება არა თქვენ აქამდეც ლაპარაკობთ და თქვენი საარჩევნო დაპირებაც ეგ იყო ობიექტურად რომ ვთქვა ზუსტად ეგ არის რომ ეს ვინც გაძარცვა ეს ქვეყანა ისინი გმირებად არ უნდა მოგვევლინონ რა დღეს აი ეს არის მთავარი პრობლემა და ცრუ გმირები იქნება დღეს თუნდაც და ყოველთვის ცდილობენ რომ ცრუ
მოტივები დაუდონ ყველა ქმედებას. თუნდაც აი მოსამართლეებთან ბესელიას გადადგომა არ გადადგომა თქვენ გახსოვთ რომ თურმე საფხულში იყო შეთანხმებული. იმას კი არ ლაპარაკობენ, რის გამო მოხდა. ეხლა ადამიანი რომელიც დაუპირისპირდა, მაშინ რო არ გადამდგარიყო ეკა ბესელია რა მექანიზმი არსებობდა მისი გადაყენების. მარტივად რო ვილა არ გადადგებოდა და რატო გადადგა მაშინ? იმიტომ რომ იყო მოსამართლეების პირობა ზუსტად რასაც ამბობს ეს ადამიანი რომ მოსამართლეების სია გავიდო და ბესელია დათმობდა ამ კომიტეტს. საკუთარი თანამდებობის ვისგან იყო პირობა? თქვა ბიძინა ივანიშვილთან ქონდა მას ეს საუბარი. ან გამოდის რომ ივანიშვილზე მოახდინეს ეგავლენა, ყობახიძე ზარდიაშვილება და სხვა კომკავშირებმა? რა თქმა უნდა, ეთყობა, იმიტომ რომ ამათ მეტი დრო ქონდათ ეთყობა გარემოცვაში გზიან თუ გადახედავთ პოლიცსაბჭოა თუ რაც არის ესენი არიან იმის წევრები და ეთყობა აქ შესაბამისად კარგად მოითფეს რა და ეს ადამიანიც მე არ ვიცი ხა ესე ვერ ვიტყვი რომ შეცდომა ძალიან ძნელია ხა ივარ თუ რაღაცას თვითონ არ ეთანხმება ძალიან ძნელია ადამიანი რაღაცას დაეთანხმება თქო თვითონაც რაღაც გარკვეული ილუზია ქონდა რომ ამ ადამიანებით ამ ქვეყანაში რაღაცა ისეთ სისტემას მიიღებდა რომელიც მისთვისაც გარკვეული სტაბილურობის მომტანი იქნებოდა და ქვეყნისთვისაც იმიტომ რომ რასაც ის ყვება ახლა იმ ინტერვიუებში კვირიკაშვილთან მიმართებაში ამ ადამიანს ეთყობა არასტაბილურობის განცდა გაუჩნდა ეს ყველაზე ცუდია როცა პირველ პირს ქვეყანაში მოდი ფაქტობრივ რო არასტაბილურობის განცდა თუ უჩნდება თავისი სავარძლის მიმართ მაშინ იწყება შფოთვა და მაშინ შეიძლება ნადირობაც კი დაიწყოს კუდიანებზე შესაძლოა. კუდიანებზე ნადირობა იქით იყოს და ჩვენ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. როდესაც ხელისუფლება ასე იქცევა და არ ესმის ხალხის. მოდი ვთქვათ, თლიან ხელისუფლებას თუ არა ხელისუფლების ნაწილს, ხო? რა გამოსავალი არსებობს? როგორ უნდა გააგებინოს ხალხმა თავისი ხმა ხელისუფალს? ნუ ხელისუფლება თუ არ გაიგებს ამას, გარკვეული რაღაც ნაწილი, ვინც უფრო გონიერია, პოლიტიკური წამოვა ხელისუფლებიდან ეს ნაწილი? არა, ხალხის ხმის გაჟღერებას იწყებს საერთოდ ზოგადად ეს ხდება და მან ხდება უკვე გახლეჩვა ხელისუფლების და აი ეს გახლეჩვა არის უბრალოდ კრიზისის საბაბი. ჩვენ ხედავთ, ეხა მაგალითად თუნდაც ბრიტანეთში როგორ არის ხო სიტუაცია, იქ გაიყო მართველი ძალა გადავიდა ოპოზიციის მხარეს და არ უჭერს ბრექსიტს ხო მხარს, მაგრამ დობის საკითხთან მიმართებაში მაინც დაუჭირეს მხარი, ხო? არსებობს რაღაცა თვითონ შიგნით ხელისუფლებაში გარკვეული საკითხის მიმართ ძალიან დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ დობის საკითხამდე ჯერ არ მიდის, მაგრამ ეს არის რაღაც დროის მონაკვეთი რა, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად კრიზისი დგება, რომელიც პრინციპში ხელისუფლების დაშლას იწვევს რა და სახში გაშვებას და ვადამდელი არჩევნები ამიტომ არსებობს ყველგან. ესე იგი თქვენ ვარაუდობთ, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია საპარლამენტო არჩევნები? მე ვფიქრობ, რომ თუ ესე გაგრძელდა ხალხის ხმის არ გაგონება, რა თქმა უნდა, აბა პარლამენტს იმიტომ ირჩევენ, რომ ხალხის ხმა ესმოდეს და ვისაც ხალხის ჯერა და ვინც ამორჩევლებთან უფრო ახლოს არის და წამს იმისი რომ ამორჩევლებმა მიცეთ მისცა მათ ეს სავარძელი და არა ვიღაცა კონკრეტულმა ერთმა ადამიანმა რა თქმა უნდა ისინი ხალხის ხარეს იჭერენ და ამის მერე ხდება ხო მაგრამ თქვენნაირები ხო ცოტანი არიან ამ პარლამენტში გულწრფელად რო ვთქვათ ვერ ვიტყვი რომ ცოტანი არიან 10 შეიძლება იყოთ ხო ხო ახლა 10 ცოტა არ არის ხო მაგრამ 10 იდეალისტი შეიძლება ცოტა არ არის მაგრამ 10 ცოტა არ არის გამიჯერეთ რა 10 ისე შეუულია შეაყენყოს ამ ქვეყანას სულ 20 წესიერი კაცი ჭირდება მართვისთვის. მეტი კი არა. 10 კარგი მინისტრი, 10 კარგი გუბერნატორი. ორჩა რა. და აღმასრულებელი ხელისუფლება იმუშავებს საათივით. მაგრამ ყავს, ამიტომ 10 ცოტა არ არის. ესე იგი ერთ წინადადებით რეზუმე რო გააკეთოთ, რა სელოდებით? ცხელი გაზაფხული გვექნება, როგორც იანვარი? ველოდები ხალხის ხმის კაფიო გამოძახილს პარლამენტში რა. თუ ხალხის ხმა კაფიოთ არ იქნა ასახული პარლამენტში და გაგონებული მე ვფიქრობ საკმაოდ მძიმე გაზაფხული გვექნება და თუ ხალხს მოусმენთ და დავყვებით მათ ალბათ ჩვენ ცხოვრებაც უფრო ერთ სიტყვით მითხარი თუ არ მოусმენს ხალხს მძიმე გაზაფხული ნიშნავს ოცნების სახლში წასვლას ეს უკვე ახლა როგორ არჩევნების გზით გულისხმობ არა სხვა რაღაცას ვიძახი ახლა არის ხოლმე რომ როდესაც ხალხის ხმა ძალიან კაფიო ხდება ჩვენ ვნახეთ რომ თავარი პროკურორი გადადგა ხვდებით არა გააჩნია რა არა სომხეთის მაგალითიც გვაქვს ჩვენ როდესაც რა დუღილამდე მიიყვანენ თუ მალე გაიგებენ შეიძლება იმ ნაწილში გადამთავრდეს თუ არა ხო ის ერთი მეორეს ხალხს ძალიან უჭირს
შიმშილია ქვეყანაში რა პრაქტიკულად რა. ეკონომიკა მორღვეულია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როდესაც ესეთი სიდუხჭირია და კიდე პლუს უსამართლობა, მე მითხრათ, არა მორალური უფლება აქვს ხელისუფლებას იყოს ხელისუფლებაში. ხო, ეს რიტორიკული კითხვა არის. კარგი, ვნახოთ, რა მოხდება გაზაფხულზე და თებერვალში დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საინტერესო პირველი კვირა გვექნება თებერვალში, ხო? საპარლამენტო გაზაფხულს ესების ალბათ გადმოლაგებები იქნება, გამზადება საშინაო დავალებების, ესე რომ ვთქვათ, მომზადება იქნება იმ პირველი კვირისთვის და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ახალგაზრდა კომკავშირლების ჯგუფი როგორ მოემზადება, შესაბამისად რა პასუხი მომზადება აქეთა მხარეს და იქ გამოჩნდება ყველაფერი. ხო, მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ კომკავშირლები დამარცხდნენ და ისტორია მეორდება ხოლმე ზოგადად. ისინი 70 წლის მერე დამარცხდნენ. არა, ხო, მაგრამ ზოგადად. ესენი ეპოტინებიან ესე, ხო ხედავთ, ცდელობა აქვს. რო 70 წელია, ხო? და სხვათა შორის ეთყობათ ისინი რო არიან პორტირებულები რა, თავისუფლად სააკაშვილიც რომ მოვიდა, ის იძახდა 25-30 წლით მოვედით და ამათაც ესეთი სურვილი აქვს რა, ის იდეოლოგია მოყოლილი აქვს. ხო, მაგრამ არ მგონი ასე იყოს. მეც ესე მგონია. კარგი, დიდი მადლობა ბატონ დავით. მადლობა თქვენ. მადლობთ.